ესე იგი, როგორც ითქვა, ქართულ ამბანში დამარხულია ბაბილონური მთვარის კალენდარი და ბაბილონურ მთვარის კალენდარს რა თქმა უნდა ბაბილონური მთვარის ღმერთი განაგებდეს. როგორც გამოირკვა, მართლაც ასეა. ან ბაბილონური მთვარის ღმერთია, მისი რიცხვით მნიშვნელობა არის 1 ღმერთების ბაბილონურ რიგში ან მთვარის ღმერთი პირველ ადგილზე ზის და მისი რიცხვით მნიშვნელობა ღმერთებს რიცხვით მნიშვნელობა ჰქონდათ მინიჭებული, მისი რიცხვით მნიშვნელობა არის 1 ან დიდი 1/60. რას ნიშნავს? აკი 60-ობითი თვლის 60-ობითი სისტემა იყო ბაბილონში, ამიტომ 1-იანი და 60 ერთნაირად იწერება, ესე იგი პოზიციური სისტემა ასეთია, თქვა ბაბილონური 1 ასე იწერება ლურსმულ დამწერლობაში, ხოლო ათეული ასე იწერება ლურსმულ დამწერლობაში, მაგრამ რა კი ეს ერთეული პოზიციურად წინ უსწრებს ათეულს, ამიტომ აქ ერთეული იკითხება როგორც 60-დან მთლიანად, ეს უკვე არის რიცხვი 70. ქართული ამბანის პირველი ასო-ნიშანი არის ამბანში, ესე იგი პირველ ადგილზე ზის და მისი რიცხვი მნიშვნელობა არის 1. მაგრამ ამავე დროს, როგორც მოგახსენეთ, ქართული ამბანის პირველი ასო-ნიშანი ორგზის 1-ია, რიგითი სათვალავით იგი 1-ია და ამბანური სათვალავით იგი 1-ია. მაგრამ ქართულ ამბანში არსებობს სახელსათვალავი, ანუ მისი სახელი ან შეიძლება გავიგოთ როგორც რიცხვი. A1 ნიშნავს, ნარი ნიშნავს 14, 1 პლუს 14 უდრის 15. აი ეს არის ქართულ ამბანში ან ასო-ნიშნის მეორე სახელსათვალავი, რომლითაც ესე იგი ასო-ნიშნის რიცხვით მნიშვნელობა არის 15. მაგრამ რა კი არსებობს ქართული ამბანის რიგითი სათვალავი და ამბანური სათვალავი? 15 იგივე 60-ია. რატომ? ნარი არის 50 და კიდევ ერთეული, ესე იგი 15 ამბანში რიგითი სათვალავით 15 უდრის ამბანური სათვალავით 60. აი ესე იგი ირკვევა, რომ ბაბილონური ან მთვარის ღმერთის სახელწოდება და მისი რიცხვითი მნიშვნელობა სავსებით შეესაბამება ერთმანეთს და ამდენად ქართულ ამბანში ან არის ბაბილონური მთვარის ღმერთი, რომელიც ამბანში ბაბილონურ მთვარის კალენდარს განაგებს და ეხლა ბაბილონური მთვარის კალენდარის შესახებ უნდა ითქვას. ბაბილონელები ანგარიშობდნენ ერთ თვეს, რომ ანგარიშებდნენ 30 დღეს, თვეში 30 დღეს, მეორე თვეს ანგარიშებოდა 29 დღე. ესე იგი კენტ რიცხვებში მოდიოდა 30 დღიანი თვე და ლურც რიცხვებში მოდიოდა 29
9 დღე. აი ეს პრინციპი არის გატარებული სწორედ ქართულ ანბანში. ეხლა აქ უნდა რუსულ დამწერლობაში ან ბაბილონური ღმერთი ასე იწერება. აი მისი ესე იგი რუსული გამოსახულება მკითხება როგორც ან და როგორც მოგახსენეთ ბაბილონურ პანთეონში პირველ ადგილზე ზის. ესე იგი ან ბაბილონური მთვარის ღმერთის მნიშვნელობა არის ერთი საფრთხო გაგებით. შეიძლება ითქვას ღვთაებრივი გაგებით, მაგრამ მას აქვს მეორე მნიშვნელობა, ეს მეორე მნიშვნელობა არის მისი კალენდარული მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს ბაბილონური ციური მნათობების რიგი და რომელი ღმერთი რომელ ადგილზე ზის ამის მიხედვით, ესე იგი ბაბილონური თვალსაზრისია გამოთქმული ღმერთების რიგის შესახებ. პირველ ადგილზე ზის მთვარე, შემდეგ მერკური, მერე ვენერა, მერე მზე, მერე მარსი, იუპიტერი და სატურნი და აი ეს 7 ბაბილონური ღმერთია, რომელთაგან ესე იგი პირველ ცაზე ზის მთვარის ღმერთი და სწორედ აი ეს ვითარება არის აქ გამოსახული ქართული ანბანის ზემო სწორი სწრივი ხაზი ცის აღნიშნულია, ხოლო მცხრალი მთვარე ბაბილონური მთვარის ღმერთის სიმბოლოა. რო ყოფილიყოს სავსე მთვარე ან ახალი მთვარე, ესე იგი რა თქმა უნდა არ იქნებოდა ბაბილონური ან მთვარის ღმერთი, მაგრამ აქ გამოსახულია მცხრალი მთვარე და ესე იგი სრული შესაბამისობა იმისა, რომ ესე იგი ჩვენ აქ მართლაც ან ბაბილონური მთვარის ღმერთი გვაქვს. და ნიშანი ასე იკითხება, ცაზე მთვარე დგას, ანუ ამას უკვე კალენდარული მნიშვნელობა აქვს. ესე იგი ჩვენ აქ უნდა ქართული ანბანის პირველი 100 ნიშანი უნდა განვიხილოთ როგორც კალენდარული 100 ნიშანი და იმის შესაბამისად არის მთვარის პირველი კალენდარული დღე. მაგრამ აქ მნიშვნელობა აქვს შემდეგ გარემოებას. როდის იწყება კალენდარული დღე? სხვადასხვანაირად ხდებოდა. მზის ჩასვლის შემდეგ იწყებოდა ძველად კალენდარული დღე, მზის ამოსვლით იწყებოდა, შუადღით იწყებოდა, შუაღამით. ჩვენ აქ გვაქვს დღე-ღამის დასაწყისი შუაღამე. ახლა საქმე ის არის, რომ აი ეს ასტრონომიული ვითარება სწორედ ქართულ ანბანში გამოხატული. მთვარე მცაზე მოძრაობის ზედა ზღვარს, ზედა მიჯნას მიაღწია. ამას ასტრონომიაში მთვარის კულმინაცია ჰქვია. ესე იგი საქმე ის არის, რომ აქ უკვე ცხრალი მთვარე ზოგად მნიშვნელობას იძენს და კერძოდ ასტრონომიულად იგი უკვე სავსე მთვარეა, იმიტომ რომ სავსე მთვარე შუა ღამისას ზუსტად ცაზე მოძრაობის ზედა ზღვას აღწევს. ესე იგი, როდესაც სავსე მთვარე კულმინაციაშია, მაშინ ზუსტად ღამის 12 საათია, ესე იგი შუა ღამეა. აი ასე უნდა გავიგოთ ჩვენ ქართული ანბანის პირველი 100 ნიშანი, იგი პირველი კალენდარული დღეა და დღე-ღამის
დასაწყისია, ანუ შუა ღამეა, ღამის 12 საათია, როდესაც იწყება დღე-ღამეთა ათვლა. აი, შემდეგ საუბარში ჩვენ უკვე ვილაპარაკებთ უკვე დღე-ღამეთა ათვლის დღე-ღამეთა პრინციპს ქართულ ანბანში. დიდი მადლობა.